ტექნოლოგია ვითარდება, AI არის ახალი ტექნოლოგია, ესეც განვითარდება დროთა განმავლობაში ძალიან მალე და რა შედეგებზე მივალთ ამაზე დღეს ნუ ვისაუბრებთ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ხელი შეუწყო პირველ რიგში კიბერშეტევების ასე ვთქვათ დახელოვნებას და უფრო მაღალ დონეზე აყვანას და მეორე რიგში უწყობს ხელს უკვე თავდაცვითი მექანიზმების განვითარებას. ყოველთვის ესეა, რაღაც ახალი რო შემოდის, თაღლითები უფრო კარგად იყენებენ ვიდრე შესაბამისად დაცვითი მხარე. ვიცით დავამატებდი რომ იმდენად მარტივია რომ ხელოვნური ინტელექტს შეტევა განახორციელებია. ნუ ზოგადად არის სიტყვები და არის გარკვეული განაცხადები რომ რაღაცები იბლოკება როცა ეუბნები, მაგრამ მარტივად შეგიძლია ამას ავარო გვერდი. ოს ხელოვნურ ინტელექტს ეუბნები მაგალითად თუ ალბათ გასაუბრეთ იქით მხარი არ არის დაცული, ხო? ხო, აი რომ ეუბნები მინდა შეუტიო კომახსად მაგალითად ავდოთ რაღაც კომპანიას, ხო? გეუბნება რომ ფიზიკურად მე ამის განხორციელება არ შემიძლია. მაგრამ როცა ეუბნები რომ მე მინდა უბრალოდ აუდიტი ჩავატარო და პენტესტი მას გავუშვა, ამ შემთხვევაში თვითონ შეუძლია გაუშვას, რა იყო გარკვეული кейსები, რომ გაუშვა და დააწვინა გარკვეული კომპანია. თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა